მოგესალმებით მეგობრებო, მახშობელაკლანი ბრუნდება. ამჯერად გვინდა ვისაუბროთ ისლამ მახაჩევის და იან გარის შორის ბრძოლაზე. ამ ბრძოლაზე საუბარი მინდა, იმიტომ რომ რეალურად ძალიან საინტერესო ბრძოლა არის სტილისტურად. ზედაპირულად კი შეგვიძლია ამ შევხედოთ როგორც მოჭიდავე სტრაიკერის წინააღმდეგ, თუმცა ბევრად უფრო ნიუანსური არის და ამ ნიუანსებს შევეცდებით რომ დეტალურად შევეხოთ ამ ვიდეოში. ჭიდაობა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სტილი, რომელსაც სჭირდება ადაპტირება MMA-ში რომ გადაიყვანო და წარმატებულად გამოიყენო. ჭიდაობას, სუფთა ჭიდაობის კუთხით საუბრობ. ეხლა მახაჩევი ვერათ რომ მეტი არის ვიდრე მოჭიდავე დღესდღეობით, სტრაიკინგიც კი გვერდზე გადავდოთ. ძალიან საშიში გრაპლერი არის, ძალიან საშიში ჯიუ-ჯიტსუ აქვს, ძალიან საშიში მახშობელები აქვს. კონტროლი ძალიან მაღალი დონის აქვს, თეიქდაუნებიც და ასე შემდეგ. თუმცა არის მაინც რაღაც ნიუანსები სუფთა გადაყვანის თვალსაზრისით, ფეხიდან მიწაზე გადასვლის თვალსაზრისით, რომელიც გასათვალისწინებელია, როდესაც ორი მებრძოლი ერთმანეთს ხვდება და განსაკუთრებით, როდესაც ხვდება მოჭიდავე ისე სტრაიკერს, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ფუტვორკი, როგორიც გააჩნია იან გარის. იან გარი და მახაჩევი რომ დააყენო და კლასიკური მოჭიდავის ასე თქვა მდგომში აჭიდაო, 0 შანსი ექნება იან გარის, მაგრამ ისევ და ისევ სტრაიკინგი და ფუტვორკი ამ ჭიდაობას მაინც და ჭიდაობის მოცემულობა საკმაოდ ცვლის ზოგადად და საინტერესო იქნება რეალურად როგორ მიუდგება მახაჩევი ამ ბრძოლას და როგორ მიუდგება იან გარი ამ ბრძოლას ასევე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ამ ყველაფრის მიუხედავად შემიძლია გითხრათ რომ მახაჩევი არის ალბათ მაინც ერთ-ერთი ყველაზე კარგი სტილის მქონე მოჭიდავე MMA-ში, ალბათ ისტორიაში და დღესდღეობითაც. ჩემი მაგალითად ხაბიბს ბევრად უფრო სხვა სტილი ჰქონდა და რაღაც დონეზე უჭირდა ოქტაგონის ცენტრში ხალხის გადაყვანა, არ იყო, მას არ ჰქონდა თქვა სწრაფი რეაქტიული თეიქდაუნები, როგორც თქვა აქვს მახაჩევს, უფრო кейჯ ვორკი ჭირდებოდა და მე кейჯიდან ძალიან სერიოზული ჩეინ რესლინგი ჰქონდა, გადაბმები მისი ჯიუდოს, სამბოს და ჭიდაობის, ძალიან მაღალ დონეზე აბავდა ამ ყველაფერს, ქვედა ტანს, ზედა ტანს და ერთ რაღაცას თუ დაიცავდი, მეორეზე გადადიოდა, თუმცა ოქტაგონის ცენტრში მას საკმაოდ უჭირდა. და რეალურად არ შეხვედრია მას ისეთი ოპონენტი, როგორც არის იან გარი, რომელსაც საკმაოდ კარგი მოძრაობა აქვს და ოქტაგონის გარშემო სწრაფად მოძრაობს. როდესაც ოპონენტი სწრაფად მოძრაობს და მაღალი დონის სტრაიკერია, შენ არ გაქვს მარტო საქმე მის რომ მას უნდა დაეწიო, ხო? შენ ხდება ბარიერი, მისი დარტყმები, ხო, მისი ფეხები, მისი ხელები. პირდაპირ დარტყმები ძალიან ძლიერი აქვს და კარგი აქვს იან გარის, ესე ვთქვათ, არ არის ნოკაუტის არტისტად ცნობილი, თუმცა დამაზიანებელია საკმაოდ. შავკად რახმანოს პრაქტიკულად მისი სტომპ კიკებს რაც აკეთებს, მუხში რო ურტყავს პირდაპირ დარტყმები, რაც მუხლის ასე ვთქვათ დაზიანებას რაღაც დონეზე იწვევს და მუხლის გაჭივას იწვევს. აქვს ძალიან ძლიერი და ამითი რეალურად პრაქტიკულად ძალიან ჯერჯერობით ამ ეტაპზე შეუჩერა კარიერა შავკად რახმანოს იმის მიუხედავად რომ მან დაამარცხა გერი. ამ ყველაფერთან ისლამსაც მოუწევს შეტაკება, თუმცა ისლამი არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს თუნდაც დაბლ ლეგი, ორ ფეხში შესვლა, საკმაოდ სწრაფი, მაგრამ ასევე მაგ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ იან გარი არის საკმაოდ მაღალი, საგრძნობლად მაღალი არის მახაჩევზე. და ასევე ეს ანთროპომეტრის თემა შემოდის თამაში და როდესაც ცდილობ რომ გადაიყვანო ორ ფეხში ეგრევე შესვლით შენზე დიდი გრძელი ოპონენტი და შენზე თქვა არა, მაგრამ უფრო ასე ვთქვათ მძლავრი ვიდრე შეჩვეული ხარ ქვედა წონაში, ხშირ შემთხვევაში შეიძლება პრობლემებს წააწყდე. შესაბამისად დიდი ალბათობით მახაჩევსაც დაჭირდება რომ ცალფეხში შევიდეს და ცალფეხში შევა, იქიდან თქვათ თუ დაბლ ლეგი უნდა, მერე უნდა გადავიდეს მეორე ფეხზე, ან სავარაუდოდ თქვათ რამე მსგავს შეეცდება, რომ ამოუდოს ხელი იან გარის აწევინოს ფეხი და ამ საკმაოდ მაღლა აწევინეს, ეგრე გუკეთებდა ჯეკ მადალენას და მერე მეორე ფეხს ასე ვთქვათ იგივე მხარეს ფეხს უსმევს ქვევიდან
დარჩენილ ანუ ბაზას, ანუ მეორე ფეხს და ძალიან ეფექტურად იყენებდა მადელენას წინააღმდეგ. მადელენას წინააღმდეგ ასევე დაბლეგი საკმაოდ კარგად გამოიყენა რეაქტიულად. აი დისი თქვა რომ რეალურად მადელენა როდესაც მიხვდა რომ ფეხში შევიდა მახაჩევია უკვე პრაქტიკულად ზურგზე იყო. ეგეც ძალიან ეფექტურია ვოლკანოვსკის წინააღმდეგ აქვს ძალიან ხრმა და ანუ ასე ვთქვათ დაბლეგი გამოყენებული, აი რაც მაგალითად ეგ ხაბიბს არსენალში არ ქონდა. მახაჩევს აქვს. თუმცა ისევ და ისევ რა თქმა უნდა ვოლკანოვსკი ერთი და მეორე JDM-იც საკმაოდ ну მაინც რო დაბლები არიან და ისეთი ვთქვათ ზომით ისე დიდები არ არიან და ისეთი ანთროპომეტრიის მქონე არ არიან როგორიც არის იანგარი ასე რომ ნახოთ რეალურად მოახერხებს თუ არა წარმატებულად ტეიქდაუნების დასრულებას ასევე იანგარის აქვს თავისებური სტილი სადაც შუაში ტოვებს ფეხს დისტანციას ქმნის რითაც საშუალებას ხოთ არაძლევს ოპონენტს რომ აი მე იმ ფეხით არ საუბრობთ რომ გამოუსვას და დააგდოს მარტივად მაგრამ ასევე შეგვიძლია ისიც თქვათ რომ რამდენი რახმანოვი შევიდა ფეხში და ცალფეხში თითქმის ტეიქდაუნით დაასრულა მაგრამ წამოდგომებიც საკმაოდ კარგი აქვს იანგარის თქვათ JDM-ს მან პრობლემები შეექმნა წამოდგომა მაგრამ უჭირდა ოქტაპუს გარდს იყენებდა ეგრეთ წოდებული ოქტაპუს გარდია რომელთაც მეორე მხარეს ხვდები დაყვი და ცდილობ წამოდგე ანუ ეგ რეალურად ძალიან რთული არის მახაჩევისნაირი ძლიერი და დიდი პრეშერის მქონე მებრძოლების წინააღმდეგ თან როდესაც იცია როგორ გათიშონ ეს თამაში ასე რომ გარის ის დაჭირდება რაცაც საბოლოო ჯამში რახმანოვის წინააღმდეგ იყენებდა ეგრეთ წოდებულ კუს პოზიციაში თორთულ პოზიციაში გადასვლა ანუ სახლის აშენებას ეძახიან ან მუხლებზე გადადიხარ ფეხებზე ხელებს ტევანზე გადადიხარ და დგები მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მან უნდა მიაქციოს ეგრეთ წოდებულ front headlocks ანუ წინა მხრიდან ჩავლებებს ანუ ჩაჭიდებას რომ არა იყოს რაიმე მახრჩობელა ილეთი რომელსაც ძალიან ეფექტურად აკეთებს მახაჩევი თუმცა რეალურად JDM-ის წინააღმდეგაც არ გამოუვიდა და იანგარისაც ძალიან კარგი დაცვა აქვს ზოგადად აი რახმანოვთან გამოიყენა ეგ ერთ ხელს იჭერს როდესაც დგება ერთ ხელს იჭერს ორი ხელით ბეისბოლის ბიტასავით და არაძლევს საშუალებას რომ ის ხელი გამოიყენოს კისერზე შემოსახვევად რაც ძალიან ეფექტური გზა არის რომ ეგრეთ წოდებული აი ეს front headlock-ის შეტევები გაანეიტრალო რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მახაჩევის წინააღმდეგ. თუმცა მახაჩევზე რაც შემიძლია თქვა ის არის რომ აი ძალიან მომეწონა სხვაშორის აი ხამზადმა გააკეთა დუპლესის წინააღმდეგ რეალ სულ დაყვებოდა სულ აკონტროლებდა და აი პირველად როდესაც რეალურად წამოუდგა JDM-ი გაყვა ანუ ეფექტურად წამოდგა ზუსტად ეგრე აი თორთოლში გადასვლით გაყვა გააკონტროლა არ მიცა საშუალება რომ გასწორებულიყო და მაინც ჩაათრია ქვევით და მე ზურგი რეალურად აუღო. ანუ ეგეთ სიტუაციებში ვხედავ თუ რამდენად ძლიერი არის მახაჩევის კონტროლი და რამდენად კომფორტულად ზნობს ამ გადასვლებში და რამდენად ყველაფერზე პასუხი აქვს, რასაც ოპონენტი თავაზობს. ნახოთ რამდენად შეძლებს გარის წინააღმდეგ მაგის გაკეთებას. ძირითადად უჭირთ მსგავსი რაღაცები გარისთან, ჩემი ინფორმაციით გარის აქვს რაღაც მინუსები, ანუ სავარჯიშო ოთახში მაინც გრაპლინგის და ჭიდაობის კუთხით და იქ ყოველთვის კითხვის ნიშნებს აჩენს თუ როგორ გადარჩება და როგორ დაუპირისპირდება ისეთ გრაპლერს, როგორიც არის მახაჩევი, რომელიც მართლა ნუ დღესდღეობით ერთ-ერთი ტოპ კლასის MMA-ის გრაპლერი არის. ასე რომ ეგეც საინტერესო ფაქტორი იქნება, რომელსაც უნდა ყურადღება მივაქციოთ. ბევრი რამე გამოჩნდება პირველ რაუნდში. მახაჩევი იღლება ხოლმე დაღლილა რეალურად თავის ზოლებში, მაგრამ მაინც ახერხებს რაღაცნაირად ამ დაღლილობის გადალახვას და შემდგომ ამ ფინიშის მოძებნას ამ ბრძოლის ძლიერად დასრულებას. მოდით ახლა შევხედოთ მდგომს და მდგომის თვალსაზრისით ბრძოლას. მახაჩევი არ არის ისევ და ისევ მარტო გრაპლერი, ანუ ძლიერი სტრაიკერი არის, ტექნიკურია, ფრთხილია. თუმცა ჩემი აზრით გარისთან პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ საკმაოდ გაუჭირდება მდგომში
იმის მიუხედავად, რომ ფაქტორი არის ყოველთვის ჭიდაობა, როდესაც სტრაიკერი მოჭიდავეს ხდება, რაღაც დონეზე ის სტრაიკინგი მცირდება, რადგან სულ მზად უნდა იყოს ტეიქდაუნისთვის და რამდენადაც ეფექტური არის ტეიქდაუნი, იმდენად მერე მცირდება მისი სტრაიკინგის უნარები, როდესაც ფეხზე დგანან, თუ გარი ისევ და ისევ შედარებით წარმატებულად შეძლებს ტეიქდაუნების დაცვას და მერე პოტენციალად თუ გადაიყვანეს წამოდგობას, უფრო და უფრო გაიხსნება, მაგრამ თუ აი ჯოჯოხეთად უქცია საქმე მიწაზე, თქვა პირველ რაუნდში, მეორე რაუნდში ისეთ გახსნილი არ იქნება და მე ეს ყველაფერი ისევ და ისევ იქამდე მიდის ხოლმე, რომ ის შენი საშიშროები რა სტრაიკინგში ვეღარ იყენებ, ან გეშინია რომ გამოიყენო, მე ეს ტეიქდაუნამდე მიდის და ეს ციკლი გრძელდება, იქამდე სანამ არ დაფინიშდები, ან სანამ არ დასრულდება ბრძოლა. მაგრამ სუფთა სტრაიკინგის გადმოსახედით რო შევხედოთ, მე ბევრად უფრო მაღალი დონის მიმაჩნია მაინც გარი, თან ყველაფრის გათვალისწინებით, რომ უფრო მაღალია, უფრო გრძელია, თან გრძელი მებრძოლივით იცის ბრძოლა. ისევ და ისევ რაც ვახსენეთ, ძალიან კარგი პირდაპირ შეტევები აქვს მას ხელებითაც და ფეხებითაც, საშიში, სუსტია საკმაოდ, დამაზიანებელია საკმაოდ. და მახაჩევა თუ ვერ მოახერხა მისი დიდი ხანი მიწაზე კონტროლი, არ ელოდება სავარაუდოდ მაგმიმართულებით კარგი ღამე და ეგ იქნება ის გზა, სადაც პოტენციურად გარი მოახერხებს მის დამარცხებას. ერთ-ერთი კიდევ ვთქვათ მომენტი, რომელიც შეგვიძლია გავიხსენოთ რახმანოვის ზოლიდან, რადგან რახმანოვი იყო ის მებრძოლი, რომელიც ეჭიდავა ძირითადად თან კლინჩში და თავიდან კატასტროფა იყო ეგ ბრძოლა. მაგის მე თან გარი ჩემი აზრით ბევრად განვითარდა, მან რახმანოვი მყავდა ფავორიტად მაგ ბრძოლაში და მეტნაკლებად ალბათ სწორიც ვიყავი და დღეს ეხლა რო შეხვდენ, ანუ აი ტრამვის გათვალისწინების, ანუ ტრამვას რო გვერდზე გადავდოთ, იგივე რახმანოვს რო შეხვდეს, ჩემი აზრით უფრო გარი მეყოლებოდა ფავორიტად. ანუ მისი პრატესის დამარცხება ძალიან კარგად გამოიყურება დღესდღეობით. და ნუ აი ის მომენტი, რაც მინდა საუბარი რახმანოვთან იყო, რომ ტეიქდაუნებზე რამოდენიმე შევიდა, გადაიყვანა და მე აი ის ტეიქდაუნი, რომელსაც ხშირად იყენებდა, ცალფეხს შედიოდა და მე ზევიდან ხელს ურტყავდა და აქცევდა. როდესაც ცადა, გარიმ აირიდა ის ზედახელი, გადაცდა, ასე ვთქვათ, იგივე მხარზე ვერ გადაატარა, მეორე მხარზე გადავიდა, საპირისპირო მხარზე და ამით უკვე ზურგზე შემოუარა, ზურგი აუღო ჯერ მდგომში და მე გადავიდე და მიწაზე აუღო ზურგი. გარიმ და ქონდა რაღაც მომენტი, რომ ასე ვთქვათ, დაესრულებინა ის ბრძოლა, თუმცა ვერ შეძლო, ბრძოლა წააგო, მაგრამ იყო ის მომენტი, სადაც მოახდინა ის ადჯასტმენტი, ის ადაპტაცია და ეს ადაპტაცია საკმაოდ მალე მოახდინა, რადგან ისევ და ისევ მეოთხე რაუნდიდან დაიწყო მაგის მცდელობა რახმანოვმა და მეხუთეში უკვე გარიმ მოუნახა გასაღები მაგ მიმართულებით და მიწაზეც არც ერთ მომენტში დიდ საშიშროებაში არ იყო და JDM-ის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ვერ შეძლო ვერც ერთ მომენტში ასე ვთქვათ, საკმარის საშიშროების შექმნა მახაჩევა, რომ დაეფინიშებინა, ან ახლოს ყოფილიყო ფინიშთან JDM-ის წინააღმდეგ, ასე რომ აი ეს ფაქტორი უკვე შემოდის, ზომის ფაქტორი უკვე შემოდის თამაშში. ძირითადად lightweight-ში მაგდენი დრო მიწაზე მახაჩევთან არავის არ გაუტარებია. გარი მოგეხსენებათ, ემზადებოდა ნაწილობრივ საქართველოში, ასევე ივარჯიშა ბექაერაძეს და მუხრან არსავიძესთან ერთად, ქართველ MMA-ის მებრძოლებთან ერთად. პარიზში ყავდა ისინი ჩაყვანილი რაღაც პერიოდი და ივარჯიშა მათთან ერთად, მოიძახის რომ საქართველოს მადლიერი არის და ასევე ბრაზილიაში ძალიან მაღალი დონის გრაპლერებს თან ერთად ვარჯიშობს უეწლებია, მაგრამ მარტო ამ გემში, ერთი ჩარლზ ოლივეირა ყველასთვის ცნობილი და MMA-ის გრძელვადიანი ფანების ცნობილი დემიენ მაიას თან ერთად უეწლებია ემზადება, დემიენ მაია მართლა მასტერი არის MMA-ის გრაპლინგის, ჯიუჯიტსუს სოფლიოს ჩემპიონიც არის, ADCC-ის ჩემპიონიც არის, მაგრამ ის იყო პირველი ალბათ ერთ-ერთი პიონერი ჯიუჯიტსუდან, რომელმაც მოახერხა კარგად ეს ახალი სტილის გრაპლინგის ადაპტირება MMA-ისთან, ანუ single leg-ი, ანუ ერთ ფეხში შესვლა გადაყვანა,
კონტროლი, ზურგის აღება, სამიშენები, ანუ იხილეთ მისი ბრძოლები კარლოს კონდიტთან მაგალითად და კიდე ბევრ ვოლტერ ვეიტთან, რომლებიც უბრალოდ შანსოთ ყავს გაგუდული, ძალიან ეფექტურად გადაყვანილი, ანუ ძალიან კარგი კონტროლი ქონდა მას, ძალიან ბენ ასკრენი ყავს ასე გაგუდული, ერთ-ერთი მაღალი დონის ამერიკელი მოჭიდავე და MMA-ის მებრძოლი. და მასთან ერთად ვარჯიშობს, ჩემი აზრით, ეგეც არის ფაქტორი, ბევრი ცუდი პოზიცია ექნება ნანახი გარის, გული აქვს მას იბძვის ბოლომდე და მარტივ სამიშენს სავარაუდოდ არ მიცემს, თუმცა მახაჩევს ყველას დასამინდება შეუძლია თუ რაღაც კრიტიკულ შეცდომას დაუშვებ. ჩემი აზრით ისევ და ისევ ყველაფერს გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებითაც რომ ბილალ მუჰამედს არ გადააყვანა პრაქტიკულად გარიმ თავი, მახაჩევი მაინც უნდა მივიღოთ ფავორიტად, რადგან JDM-თან რაც ჩაატარა ეს მართლა სანახაობა იყო, მაგრამ JDM-ს ქონია ეგ პრობლემები, ზოგადად უფრო მეტად ვიდრე იანგარის, მაგრამ იანგარისაც ქონია მოჭიდავეებთან პრობლემები, გაუტარებია მას ზურგზე დრო, იმის მიუხედავად ფეთქებადია და საკმაოდ მაინც ცუდი გრაპლინგი არ აქვს, არ არის რაღაც უბრალო სტრაიკერი. მაინც ფავორიტი დათ უნდა ვიხილოთ და მოიხსენიოთ მახაჩევი, თუმცა 5 რაუნდი გრძელი დრო არის და ისე სტრაიკერს როგორც გარის და უფრო დიდ სტრაიკერს როგორც გარის აქვს შანსი რომ დაღალოს და პოტენციალურად ან გადაიბაროს ზოლა ან რაღაც მომენტში იპოვოს კიდევაც ფინიში მახაჩევთან, რომელსაც აქვს ნოკაუტი წაგება და არის მისი ფეხზე დაფინიშება შესაძლებელი. მადლობა რომ გიყურეთ, თუ მოგეწონათ, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიჭირეთ მხარი, მოიწონეთ ვიდეო, გააზიარეთ და დაგვიკომენტარეთ თქვენი მოსაზრებები ვიდეოზე, ვიდეოში გამოთქმულ მოსაზრებებზე და ასევე დამატებით რაიმე თქვენ თუ გაქვთ დასამატებელი, ჩვენთვის საინტერესო არის. ყველა, ასე ვთქვათ, ხარისხიან კომენტარს და ყველა ლოგიკურ კომენტარს შევეცდებით რომ პასუხი გავცეთ და ჩვენი მხრიდანაც შემოვიდეთ საუბარში.